სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ახალს არაფერს ვიტყვი, რაც მრავალზის არ გვითქვავს, რომ თავარი სათნოება, რითაც ჩვენ ქრისტიანები ხვდებით, რითაც დასტურდება ჩვენი სულიერი ცხოვრების სინამდვილე, სისწორე, მეტნაკლებად მადლმოსილება, იმიტომ რომ ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ მასში ღმერთი ცხოვრობს და შესაბამისად ყველა ქრისტიანია ქრისტეს შემოსილია და მადლმოსილია, პოტენციური შვილია. ეს ყველაფერი რითაც დასტურდება, ეს არის ვისება, რომლითაც ღმერთი ჩვენ გაგვეცნო, ეს არის თავდაბლობა. ეს არის ჩვენში არსებული სიამაყის, რომელიც ჩვენი ბუნების ლამის ორგანულ ნაწილად იქცა ჩვენი სიამაყის დადგმვა და მისი საპირისპიროდ ქრისტეს დარით თვისების სიმდაბლის თავდაბლობის, ანუ ჩვენში აღორძინება, ჩვენში დამკვიდრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ქრისტე მკვიდრობს და თავდაბლობას თავისი გამოვლინებები აქვს და უპირველეს ყოვლისა ის, როგორც ხშირად გვითქვავს, ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში ვლინდება. ღვთის განგებულებისადმი მორჩილება ვლინდება იმ სიბრძნეში, როცა ადამიანი ხვდება, მოყვასთან ურთიერთობა იქნება ეს თუ ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაცია, როცა ადამიანი ხვდება, რომ ეს აქ საჭიროა, რომ მორჩილება გამოავლინოს, დაემორჩილოს, სიმშვიდე გამოავლინოს და არავითარ შემთხვევაში ადამიანური რესურსით, ადამიანური აგრესიით, ადამიანური პატივმოყვარეობით, ადამიანური სიამაყით, ადამიანური უნარჩვევებით, შესაძლებლობებით, მრისხანებით არ მოაგვაროს, თქვათ, პრობლემა როგორც ასეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. იმიტომ რომ თუ ჩვენ სიმართლეს ვიქმთ, მაგრამ ქრისტიანულ სახეს არ გავთ, ქრისტიანულ თვისებებს, მაშინ ეს უკვე სიმართლე აღარ არის. ამიტომ მუდამ უნდა გქონდეს საკუთარ თავზე კონტროლი დაწესებული, რასაც ღვიძარების და სიფხიზლის სათნოება ქვია. მუდამ უნდა განვსჯიდეთ ჩვენს მოქმედებას, იმიტომ რომ განჯის უნარის გარეშე ყველა ნებისმიერი სათნოება წყალში იყრება, როგორც წმინდა ანტონი დიდი ამბობს, როცა მასთან მიდიან და ყველა მამა თავისა საუბრობს, თუ რა არის ყველაზე მთავარი სათნოება და ანტონი დუმს, ბოლოს დიდ ანტონს ეკითხებიან და ის პასუხობს, ანუ ეკითხებიან ყველაზე მთავარი სათნოება რომელია და ის პასუხობს განჯის უნარი. იმიტომ რომ ეს თუ არ არის ადამიანში, მაშინ ყველაფერი წყალში იყრება და რა არის განჯის უნარი? რა უნდა გავსაჯოთ ჩვენ? ყოველი ჩვენი ქმედება, ყოველი ჩვენი სიტყვა და რაც თავარია, რასაც ხშირად ვამბობთ, გულის სიტყვა უნდა იყოს თანხმობაში წმინდა წერილთან და ეკლესიის სწავლებასთან, რომელიც გადმოცემულია წმინდა მამების მიერ. ამიტომაც არის, აი წეღანას ქადაგებაშიც გეუბნებოდით, მუდმივი კითხვა და მუდმივი კითხვის შესაბამისად, მუდმივი ლუსტრაცია საკუთარი თავისა, მუდმივი ანალიზი საკუთარი ცხოვრებისა და საკუთარი გულის სიტყვების, რამდენად თანხმობაშია ის ღვთისნებასთან. რა თქმა უნდა, ადამიანი ასე დროს მარტო როცა არის ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეშმაკი ძალიან მზაკვარია, ეშმაკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ იმდანად ისე მოგვაწოდოს გულის სიტყვები, რომ ის თითქოს და ობიექტურ სინამდვილეს, ობიექტურ ჭეშმარიტებას ასახავდეს, რომ მეცაცი, რომ თითქოს ღვთისნება იყოს ეს. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან დიდი გონიერება გვმართებს და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიმდაბლეზე, რომელიც ამ ყველაფერს აქარწყლებს, ანულებს, განაქარვებს, იმიტომ რომ სიმდაბლე ჩვენში ქრისტეს ყოფობა, სიმდაბლე მორჩილებაში ვლინდება. მორჩილება ისწავლება მოყვასთან ურთიერთობაში, მორჩილება ისწავლება მოძღვართან ურთიერთობაში. მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაგებია, რომ დღეს შეიძლება ჩვენ ვერ ვნახოთ ისეთი მოძღვარი, ღვთიგავძნობილი მოძღვარი, მაგრამ ადამიანი, რომელიც იპოვის თუნდაც ისეთ მოძღვარს, რომელიც გულწრფელად ღმერთს ეძებს, უანგაროდ ღმერთი უნდა და გულწრფელად ეძებს მას და მისდამი მორჩილებას გამოავლენს, იქაც ღმერთი აუცილებლად მისცემს მოძღვარს იმ სიტყვას, რომელიც შენ გჭირდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ვერც საკუთარს, ვერც მოყვასისას. შესაბამისად, ალბათ ღმერთი გვიფარავს, იმიტომ რომ იმდენად სიამაყე, როგორც დემონური თვისება, იმდენად საზარელი რამ არის.
ის ფაქტურად დემონური ენერგია, ფაქტობრივად და მსგავსია დემონური ენერგიის. აი რასაც როგორიც ეშმაკია თავის როგორც წმინდა მამებს უთქვავთ, რომ ადამიანმა რომ დაინახოს თავისი ბუნებით როგორია ეშმაკი, ისეთი საშინელებაა, რომ ადამიანი ვერ გაუძლებს და ფიზიკურადაც კი ვერ გაუძლებს და მოკვდება. და ადამიანი, რომელიც სიამაყით, ამპარტავნებით, ეგოიზმით, საკუთარი სიმართლით, თავისი ინდივიდუალიზმით ცხოვრობს, ძალიან შორს კი არ არის ეშმაკისგან და ამიტომ ჩვენ როცა ერთმანეთს ვერ ვხედავთ სულიერად, აქაც უფალი გვიფარავს, იმიტომ რომ ერთმანეთის ხილვასაც კი ვერ გაუძლებდით. იმდენად ხშირად მსგავსია ადამიანი, იმდენად შავია, იმდენად ბნელია. ადამიანი აი მართლაც ეშმაკეული უნდა გახდეს, რომ ეს სიბნელე, რაღაც სულიერი სიბნელე, რომელიც რაღაც გულისმიერი თვალით იხილვება, ადამიანმა ეს დაინახოს, თორე ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს არ ჩანს და ეთყობა უფალი გვიფარავს, რომ ერთმანეთისგან არ შევძრწუნდეთ, იმიტომ რომ ყოველ ადამიანში აი არც კი ჩემი თავიდან დაწყებული, ჩემით ვიწყებ, შეიძლება ასე ვთქვათ, ვერცეთ ადამიანს ვერ წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება არსებობდეს ჩვენს გვერდზე ადამიანი, რომელსაც ეს საშინელი მანკიერება სიამაყისა და ამპარტავნებისა, თვითნებობისა, საკუთარი სიმართლით ცხოვრებისა არ ქონდეს. ეთყობა უფალი გვიფარავს, რომ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. თუ ადამიანი საზარელი სანახავი იქნებოდა ასეთ შემთხვევაში და ჩვენ ვეღარ შევძლებდით ერთმანეთის სიყვარულს, ვეღარ შევძლებდით, რომ ერთმანეთი გვეტვირთა, ერთმანეთის უძლურებანი გვეტვირთა, ერთმანეთს შევიძულებდით. და მადლობა ღმერთს, რომ უფალი ამას არ გვაჩვენებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არსებობს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში ჩავიხედოთ, საკუთარ თავში მოვიძიოთ. რითი მარცხდება? სიმდაბლით, ჯვრის ძალით, საღვთო მადლით. და როგორც გითხარით, წეღანაც ყველა პირობაა დიდ მარხვაში იმისათვის, თუ თქვენ ღვთისმსახურებას შეიყვარებთ, ყველა პირობაა ღვთისმსახურებების დროს, რომ თქვენ მიიღოთ დიდი მადლი. იმიტომ რომ ისი არის ეს მხიარული მგლოვარება, რომელიც ასევე გითხარით ქადაგების დროს, მხიარული მგლოვარება ეს ისია, საღვთო მხიარულება, მგლოვარებას, სინანულის მგლოვარებასთან შეზავებული, რომ ადამიანს ძალიან ეხმარება იმისათვის, რომ საკუთარი თავის დაინახოს ამ მგლოვარებით და ღმერთთან ერთობითაც იხაროს, მადლს დაემატება ასე დროს ადამიანის გულში, სიმდაბლეს და საბოლოო ჯამში დიდებით შეხვდება შეძლების და გვარად ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის რეალიზებისათვის ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისგებლობა ჩვენზეა სასულიერო პირებზე. და რადგან ესე ინება ღმერთმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ესე ვთქვათ, რომ მე წინამძღვარი ვარ დღეს აქ, ბუნებრივია, რომ ჩემზე არის ყველაზე დიდი პასუხისგებლობა და მე ვგზნობ ამ ჩემ პასუხისგებლობას. მე ვხედავ, რომ ძალიან ჩემი სიტყვა და ჩემი გულის მდგომარეობა, ჩემი რისთვისაც როგორც ვარ მოწოდებული და ჩემი რეალური მდგომარეობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძალიან ჩამორჩება ჩემი შინაგანი მდგომარეობა იმას, რასაც მე ვამბობ, რისთვისაც ვარ მოწოდებული, სადაც დამადგინა ღმერთმა. მე ვიცი ეს როგორ უნდა დაიძლიოს თეორიულად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაკეთებ იმას, როგორც უნდა ვაკეთებდე, ვერ ვიხარჯები ბოლომდე, ვერ ვარ ისეთი თავგანწირული. საბოლოო ჯამში ეს ვლინდება ჩემს თქვენ და მის სიყვარულობაში, სიმდაბლის დეფიციტში, ჩემს პატიმოყვარეობაში, ეგოიზმში, რომელიც მე მიშლის ხელს იმაში, რომ თქვენს დაგინახოთ როგორც საჭიროა, საკუთარის თავი დავინახო შესაბამისად და რაღაცნაირად სიტყვით დაგეხმაროთ, რომ თქვენ უფრო მეტად გამართულად იაროთ ღვთისაკენ სავალ გზაზე. ამიტომ ღვთის წინაშე ვითხოვ შენდობას ჩემი ქრისტეს მიერ ძმების წინაშე და თითოეული თქვენგანის წინაშე. და ილოცეთ ჩვენთვისაც, ჩემთვისაც, ჩვენი მამებისთვისაც, რომ ეს უდიდესი პასუხისგებლობა ღრუბლობისა და არანაკლები პასუხისგებლობა მოძღვრობისა, რომელიც ეს ღმერთმა დაგვაწესა, რომელსაც ჩვენ მოგკითხავს უფალი. თითოეულ ჩვენგანს მოგკითხავს უფალი. თუ ერისკაც თავის თავს მოგკითხავს და გარშემო, თქვათ, რამდენიმე ადამიანს, ჩვენ მოგკითხავს უამრავ ადამიანს. ამიტომ ილოცეთ ჩვენთვისაც შენდობას ვითხოვ თქვენგან.